და ძიშადა და სულისადმისა და ყველას გილოცავ დამაღლებას გაგახაროთ მეთქვა და უფალი რო აღდგა მე 40 დღეს ამაღდა ზეცად 40 დღე ეჩვენებოდა მოწაფეებს და დღეს აღნიშნავთ რომ ამაღდა ზეცად და მე 50 დღეს გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე და ეს სულიწმინდი ჩვენ ვიბეჭდებით თორსა ვინათლებით მაშინ და ყველა ეკლესიის წევრი ვართ ვის მონათულები ვართ მაგრამ წერია სახარებაში რომ ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესია რას ქვია აი ვინც ეცაშია მამა ანტონი წმინდანები აი დღეს არის ფერედანში მე-17-18 საუკუნეში წამებული ქართველების ხსენება იმ სენსიურ ეკლესიაში მოწამეებია მამებია დედებია ვინც სამოთხეში იმათ ქვია მოზეიმი ეკლესია ჩვენ რატო ქვია მებრძოლი ეკლესია იმიტომ რომ ღმერთთან ხარ და შეიძლება ჩავარდე ლოთობაში შეიძლება ცოდვაში განკითხვაში განსაკუთრებით კიდე გვამარცხებს განკითხვა და ამაში ხელს მიწვევს მასმედია მაგრამ შენ როცა ვიღაცას გაიხსენებ რომ ვიღაცა მარიამ მეგუდელი მაგალითად ცოდვებში იყო 12 წიდან მაგრამ ჩვენზე მეც მიაღწია მოსე შავი მკვლელი იყო მაგრამ ჩვენზე მეც მიაღწია შავი იმიტომ ქვია რომ კაინსფერით შავი ფერის იყო და ჩვენ უნდა გვასწავდეს აი ზოგი ეროვნებებს განიკითხავს რომ ჩვენი თბილისის ფარულად ეკლესიამდან ესე იგი თბილის აბოთვილეს წარმოშობით არ აქვს და ჩვენი პირველი მეფე ქრისტიანი იყო მეფე მედიან ირანელი ამიტომ შენ რო ღმერთთან ერთობაში იყო რა არის საჭირო მარტო ზიარება არა საკმარისი რატო ვეზიარები ჩვენ რომ ჩვენში ღმერთი შემოვიდეს ჩვენ ღმერთთან ერთობაში ვიყოთ მაგრამ შენ გაგებით შენი აზროვნებით ერთობაში უნდა იყო ღმერთთან და ღმერთი კიდე რა აზროვნებისა ყველას გადარჩენა უნდა განშა დედოვნებისა და საწუნოებისა და თან აგიწერია ლოცვან ტრისთვის ეხა შენ ზიგივი აზრის უნდა იყოს რომ ზიარება იყოს საკონდებელი იმიტომ რომ ზოგონია უნდა ეზიაროს იმიტომ რომ შობა იმიტომ რომ აღდგომა იმიტომ რომ იმარხულა მაგრამ კარგი აუცილებელი კარგია მარხვა კარგია ლოცვა მაგრამ თავარია ჩვენი აზროვნება ესე იგი ეთანხმებოდეს ღმერთის გაგებას და ჩვენ ახლა 90% მოწუნები ვართ ახლა მე ხო აქ ცხოვრობ საქართველოში მაგრამ უმეტესობა აღსარებებს ხო ვღებულობ ესე იგი არ ემორჩილება თავის ცხოვრების წესით ღმერთსა და მარტო ეს კარგია რომ მოწუნები ვართ და საქართველოს უნდა თქვენია საქართველოს გავწინდება ხშირად ვამბობ რომ ეს იგულისხმება რა რომ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი იქნება ღმერთთან ვიდრე რუსეთში საბერძნეთში მართლობრივ ქვეყნებში მოსახლეობასთან შედარებით მაგრამ ის რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვარ დაბორდით ის რომ აი ზაფხულში ზოგი ჩემი ნათესავია ზოგი ჩემი ახლობი ზოგი ჩემი ასაკისა და მაინც ესე იგი ისე აცვია როგორც დროკარ ნახობს და რატო იმიტომ რომ უნდა ჩამოჩენილად გამოჩნდეს ხების წინაშე მაგრამ შენ რას გასწავლი სახარება რომ როკეთო ახლა მეთი უყვარს და მე ხა ვიცი რომ გაბრაზება ცოდვა მაგრამ ბრაზების უკვე უნებური ცოდვა ჩაცმულობა არის შეგნებული ცოდვა ხშირად ვამბობ და ნათესავებსაც ვუნები რომ 12-ვე ლოცვაში გიწერია ცოდვილი ვარ ამ დროს ჩვენ მამაკაცების ხელს უწყობთ როცა მოსემოთ გვაცვია შორტის ეძახია მაგრამ სასვას ვეძახი ან დაგრეჯილი შარვალი გაცვია და ვის უნდა უყუროთ ღმერთსა ვის უყურებდა ივანე დამასკელი თვისებას ღმერთს ხოვდა შემწეობას და რატომ მოყავს ამის მაგალითი შეიძლება ახლა ან მე ან თქვენ აზრად მოგივათ რომ ხელი თუ მოჭილი გაქვს რომ ღმერთს უთხოვო ხელი გამიმთლიანე მაგრამ თუ წმენა გაქვს არაფერი არა შეიძლება და პატარა ქვეყანა იყო დაგიცავს მეთი როგორ აღწევდა წარმატებას თამარ მეფე დავით მეფე გიორგი ბრწყინვალე ვახტანგ გორგასალი წმენით პატარები ვიყავით არა თამარ მეფეს დროს რატო ქვია ოქროსხანა იმიტომ რომ ლოცველი იყო ვარძია იყო ტაძრის მონასტერს აშენებდა მოძღვრებს თვითონ თავის ხელით უკერავდა სამდიდოში სამოსოს და მადლობა ღმერთს რომ მიხარი აქ ექსკურსიები რომ მოდიან მასწავლებლების 10-დან 8 მორწმუნე ის არის მაზიარებელია ხო ვეკითხები აქ ბევრი მოდის ჩვენ მონასტერში ექსკურსიები და მადლობა ღმერთს და ხშირად ვამბობ რომ ბედნიერია ეს ბავშვები ვისაც მოწმუნე მასწავლებელი ყავს და ვისაც მოწმუნე მშობელი ყავს იმიტომ ნათქვამია რომ ბავშვების აღზრდა ეწება გაღიმებიდან ამ დროს დავხედავ ზოგი მაზიარებელია და არ ერიდება არასდროს გადაცემებს და მაშინ ისთვის ეზიარები თუ არასდროს
შეხო არ შედგები ხისგან, პლასმასისგან და ჩვენ მშობლები რო ვართ, უნდა დავუშვათ ბავშვებს, უნდა უყუროთ რას უყურებენ. და კარგსაც უყურებს, თუ უყურებს 5 საათი. ექიმებისგან დამტკიცებულია, ხდება გამოსხივება, ხდება დაშლუნგება გონების. თავისი დრო უნდა კონდეს იმას. და მადლობა ამრეცვას ჩვენ საშუალება გვაქვს ეს ფრეიდნელი დღეს მოწამეების ენება მე-17 საუკუნეში ეწამეს სარწმუნოების გამო. ასევე ახლახან იყო სიმონ კაანელის ენების დღე აფხაზეთში ეწემა მოციქული. თუ ამ წმინდანების ცხოვრებით გაიზრდებიან ჩვენი შვილები და ამის საშუალება გვაქვს, იმას ქვია საქართველოს გაბრძანება, მაგრამ ჩვენს მე რაც უნდა უხარდაგო ახლა მე ვღებულობ ვისაც მისკენ არ მინდრეგილება, ვისაც წამლისკენ არ მინდრეგილება. მაგრამ თუ დამინახავენ რომ მე თვითონ სვამ მე სვამ არა შეიძლება 1-2-3 ჭიქა. მაგრამ თუ დაინახავენ რომ მე ვლოთობ ჩემს სიტყვას აზრი არ აქვს, ასევე ჩვენ შვილებისადმი დარიგებას აზრი არ აქვს, თუ ჩვენი ცხოვრების წესით არ დავემოჩლებით ღმერთსა და ღმერთმა მოგცეს ერთგულება რაც ქონდა ჩვენ წინაპრებსა. ქრისტიანობა. ქრისტიანობა. ქრისტიანობა.